გამარჯობათ. ამ პირდაპირ ეთერში გასვლას არ ვარ მიჩვეული, მაგრამ სხვა გამოსავალი როგორც ყოველთვის არ მაქვს. და ეხლა მინდა, რატომ ჩავერთე, გაგაცნოთ პროდუქცია, რომელმაც სულ რაღაც ერთი კვირის უკან სასწაული მოახდინა. პირდაპირ სიტყვის მნიშვნელობით სასწაული მოახდინა. ეს არის ახალი გამოცდილება ჩემი და ვინც არ მიცნობთ, მე ვარ ეკატერინე, კომპანია, ამერიკული კომპანია Forever Living Products-ის ერთ-ერთი წარმომადგენელი და მისი პროდუქციის მომხმარებელი. და რა პროდუქცია ეს? რა თქმა უნდა, პირველ რიგში ალოეს წვენები და რა გამოცდილება მაქვს, რა გამოცდილება მივიღეთ სულ ახლახანს და ეს გზავნილი მიმართულია პირველ რიგში იმ მშობლების მიმართ, მშობლებისკენ, ვინც იტანჯებიან ბავშვების ავადმყოფობებით, როგორც ვიტანჯებოდი მე მრავალი წლის მანძილზე, სანამ აი ამ არაჩვეულებრივ პროდუქციას აღმოვაჩენდი. გზავნილი მიმართულია იმ მშობლებისკენ, ვინც დაღლილია ამდენი ვირუსებისგან, ვისაც დაყავთ ბავშვები სკოლებში, ბაღებში და დაღლილები არიან ერთი კვირა დადიან ბავშვები ბაღში, მერე ორი კვირა სახლში ყავთ. ხო ესეა, მეც მაქვს ეს გამოცდილი და სწორედ ამის შიშის გამო, რომ ბავშვი არ გამიხდეს ავად, პატარა ამირანი მყავს დღენაკლული, დაბადებულია დღენაკლული და სისუსტე აქვს ამ ზედასასუნთქი გზების და ყოველთვის როგორც კი შემოგვეჭრებოდა რაიმე ვირუსი, გვირთულდებოდა და საკმაოდ დიდხანს გვიგრძელდებოდა. და ეხლაც სულ რაღაც ერთი კვირის უკან შემოგვეპარა რაღაცა ვირუსი, მიუხედავად იმისა, რომ თავს ვიცავთ მაქსიმალურად და ეს გართულება არ მოყოლია. და რატო არ მოყვა გართულება? იმიტომ რომ მაშინვე გაუორმაგე ის დოზები, რასაც ვღებულობდით, პირველ რიგში აი ეს ალოეს წვენი, ეს არის ალოეს წვენი ვაშლით და შტოშით, გავაორმაგე ამისი მიღება, იმიტომ რომ მდიდარი არის C ვიტამინით და B ჯგუფის ვიტამინებით და ვიცით, რომ C ვიტამინი ძალიან დიდი ანტიოქსიდანტია, ანუ კარგად ებრძვის ვირუსებს. გავაორმაგეთ ნიორქონდარის დოზა, თუ ვაძლევდი 1 ჯერ დილით, ვაძლევდი 2 ჯერ დილას და საღამოს დაწოლის წინ და ნიორქონდარი ვიცით, რომ ნიორქონდარში შედის ალიცინი, ცოცხალი ნიორი რო დავჭრათ და ჰაერთან როგორც კი დავჭრით და ჰაერთან დაჭრილი ნიორი ჰაერთან კონტაქტში შევა, მაშინვე გამოყოფს ფერმენტს და ამ ფერმენტს ქვია ალიცინი და სწორედ ეს ალიცინი ახდენს სასწაულებს და ეს ნიორქონდარი სწორედ მდიდარი არის ალიცინით, ერთი კაფსულა ნიორქონდარისა ექვივალენტია 4 კბილი ნივრისა. და ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ შეუძლებელია 4 კბილი ნიორი ერთ ჯერზე შეჭამო. ვეცადე, მაგრამ არ გამომივიდა, იმიტომ ძალიან გამიჭირდა და არანაირი სუნი არ აქვს, აი გახსნილიც არ მაქვს, ეხლა რამოდენიმე დღეში გავხსნი, იმიტომ რომ მაქვს გახსნილი, მოდი ახლა თქვენ თავწინ გავხსნი პრინციპში, იმიტომ ჩვენ არ გვეკუთვნის ეს. და აი ესეთი შავი პატარა კაფსულებია. შით არის ნივრის წვენი, ალიცინით მდიდარი და კონდარიც არის ანტიოქსიდანტი, ანუ ებრძვის ცუდ ბაქტერიებს, შემოჭრილს ჩვენს ორგანიზმში და საოცარი ძალა გააჩნია თავდაცვითი. ეს კაფსულები არის ანტიპარაზიტული, ანტივირუსული, ანტისოკოვალი, ანტიბაქტერიული, ერთი სიტყვით ანადგურებს ჩვენს ორგანიზმში ყველაფერს. და როგორც კი შემოეჭრა ამირანს ვირუსი, მაშინვე დავთრგუნეთ იმ წამსვე და აღარ მოყოლია გართულება, ცხვირიდან მოდიოდა, ანუ სურდო ჰქონდა ძალიან მომატებული და არ გამოგვიყენებია ერიუსი, რომელსაც ხშირად ვიყენებდით ამ დროს, არ გამოგვიყენებია, ანუ აღარ გადასულა ზედა სასუნთქსებში, ბრონხებში არ გადასულა, არ მოყოლია ხველება და არ დავჭირვებია აქედან გამომდინარე ინგალაცია, მოხსნა შეშუპებაც, რომელიც ამ დროს არის დამახასიათებელი და მოკეთ მეჭე რა უნდა გააკეთოს, ბევრი რამე გააკეთა.
და კიდე ძალიან დაგვეხმარა აი ეს კბილის პასტა. კბილის პასტა, რომელიც არის 100%-ით ნატურალური, მასში შედის 35% თუ არ ვცდები, ალოეს რბილობი, პროპოლისი და პიტნა და რაში დაგვეხმარა ამ შემთხვევაში ვირუსის შედეგად პირში ჩნდება ნადები, ალბათ ყველას გქონიათ ეს შეგრძნება და აი ეს ნადები მაშინვე გააქრო, ენაზე ნადები, პირის ღრუში ნადები და დაგვეხმარა აი ამაში და ისა რა ქვია კიდე რა შვება ყელის ტკივილის დროს არის ძალიან კარგი. ერთი სიტყვით ის ბაქტერია, რომელიც შემოიჭრა ჩვენს ორგანიზმში, პირის ღრუშივე გაანადგურა. აი ამ კბილის პასტამ ამისი გადაყლაპვაც კი არ არის საშიში, კი არა და რეკომენდირებულია ყელის ტკივილის დროს თითის წვერზე დაიდოთ პატარა ბურთულა კბილის პასტის და ჩაწუწნოთ და ძალიან კარგ შედეგს იძლევა. მინდა ვთქვა. მოკლედ ამ სამმა პროდუქტმა ჩვენ შემთხვევაში ძალიან კარგად იმოქმედა. თავი. ვსევლაპარაკობ. მოდი დაინახე ერთი წუთი. აი ამბი ვსევლაპარაკობ. ეს როგორ ავაკეთებ? არ ვიცი, მოდი აი ამბი ვსევლაპარაკობ მე ახლა. აი, ამირანს ხო იცნობ ყველა? თავზე უნდა გაჩნდე? მოდი. აი ამირანს ხო იცნობ ყველა? აი ეს ამირანი, ამ ამირანზე მქონდა საუბარი. ხო, კიდე რა მინდა გაჩვენო? აი ესეთი ხო. აი ეს კბილის ტუჩის ბალმი. თუ კი ვირუსების დროს თქვენთვის დამახასიათებელი არის ჰერპესი, გამოგდით ჰერპესი, იმ წუთას როგორც კი გამოგივათ ჰერპესი საწყის ეტაპზე, თუ კი გამოიყენებთ აი ამ ტუჩის ბალმს, იქვე შეაჩერებს ჰერპესის პროცესს და აღარ გაგირთულდებათ და აღარ გაგეზდებათ, მოკლედ გამონაყარი ნაკლებად გექნებათ. და აი ეს ტუჩის ბალმი ნანუჩისაც სხვათა შორის ამირანთან ერთად მასაც მქონდა სურდო და ნანუჩის შემთხვევაშიც რომელსაც ურთულდება და როგორ ურთულდება იცით ნანუჩი ის სურდოს შემდეგ როდესაც ცივდება ნანუჩი და ვირუსი შემოეჭრება ორგანიზმში და უტოვებს ხველას თითქოს აქ ეკავება აი კისრის ტერიტორიულ შიგნიდან ეკავება და მთელი ღამე ახველებს და აი ეს ხველაც აღარ დაუტოვებია. მოკლედ ამ სამმა პროდუქტმა, ალოეს წვენმა, ნიორქონდარმა და კბილის პასტამ და პლუს ნანუჩის შემთხვევაში ტუჩის ბალმმა ძალიან დიდი შედეგი გამოიყო. ეხლა ეს პროდუქტი მინდა ვურჩიო ვის? ყველა მშობელს, თუნდაც რომ შვიდად გაუშვან თავიანთი შვილები სასწავლებლებში, აი ახლა ახალი წლების არდადეგები იწყება და უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ მიცემა აი ამ სასწაული პროდუქტების, უკვე ორგანიზმი გაწმენდილი იქნება და მზად იქნება იმისთვის, რომ ებრძოლოს იმ ვირუსებს, რომლებთანაც შეხება ექნებათ ბავშვებს. ეხლა ჩემს მაგალითს ვიტყვი, ერთს ლაზარე მეხვეწება, რომ დედიკო, გეხვეწები, სკოლაში არ გამიშვა, ოცნებობს ბავშვი ავად გახდეს. ხო და ამასნებზე შევუსრულე ოცნება და ერთი დღე მართლა გავაცდენე იმის გამო, რომ ეზარებოდა სკოლაში წასვლა და ეძინებოდა. იმის გამო კი არა რომ ავად გახდა, იმის გამო რომ მისი სურვილი იყო რომ გაეცდინა სკოლა და ერთი დღე დაესვენა ზედმეტად სახლში. ასე რომ თუ გინდათ რომ შვიდად იგრძნოთ ჩემო მშობლებო თავი, შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ ეს პროდუქტები, ალოეს წვენი პირველ რიგში, რას აკეთებს ვიცით? ალოეს წვენი წმენს ჩვენს ორგანიზმს და ავსებს ყველა სასიკეთო ნივთიერებებით, რაც მასში შედის. რა შედის მასში? მასში შედის უამრავი ვიტამინი და მინერალი, შედის ფერმენტები, შედის ლიგნინები, ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს ყველა ვიტამინს თუ მინერალს, რომ კარგად აითვისოს ჩვენმა ორგანიზმმა, ერთი სიტყვით ტრანსპორტის როლს ასრულებს და შედის ამინომჟავები, ბევრი რამე შედის აი ამ ალოეში და
აძლიერებს იმუნიტეტს. პირველ რიგში ხო წმენს ორგანიზმს, შემდეგ აძლიერებს იმუნიტეტს და უჯრედულ დონეზე კვებავს ჩვენს ორგანიზმს და ბავშვებისთვის არის, არა მარტო ბავშვებისთვის, დიდებისთვისაც არის შეუცვლელი პროდუქტი და რატო? დედიკოს, როდესაც დაიწყე კომპანია Forever-თან ურთიერთობა, კაცუხებდა კუჭნაწლავის პრობლემები და ვეხვეწებოდი. დედიკო დაიწყე ალოეს მიღება. აი ამ ალოესია საუბარი სპეციალურად კუჭნაწლავისთვის, აი ეს ალოე. სწვენი ამაში არის 99.3 ალოეს წვენი, 99.7 ალოეს წვენი და 0.3 არის მხოლოდ C ვიტამინი და ვეხვეწებოდი რომ დაელია 1 წუთი. ალოეს წვენი და არ მაცლის, როგორც ყოველთვის არ მაცლის საუბარს. გაბიერი და მაგარ ატყებს. სამთავრდა? ვერა ატყებს. დამთავრებულა, ხო და კარგი 1 წუთი მაცალებს საუბარი. ხო და დედიკოზე ვაგრძელებ. და როგორც იქნა დავიყოლიე, დაიწყო დალევა, ეს მესამე ბოთლია მისი, ჯერ არ არის გახსნილი. დალუქულია, აი ესეა დალუქული. და დაიწყო მიღება და ამასინებზე მესმის როგორ უზიარებს ჩემს დას თავის გამოცდილებას რაღაცაო გავცირდიო გამოდენიმე დღის უკვე ნაძვრა თუ გადავიტანიო და მე მგონიო ეს ყველაფერი ალოეს ბრალიაო როგორც იქნა დარწმუნდა რომ სასწაულებს ახდენს ალოეს წვენი და შემდეგ აი ეს ნიუ-იორკ კონდარი თქვენს ბავშვებს და არა მარტო ბავშვებს დიდებსაც გაუწმინდავს ორგანიზმს პარაზიტებისგან, ვირუსებისგან, ბაქტერიებისგან, სოკოებისგან და ორგანიზმი უფრო ბრძოლისუნარიანი ხდება და ეს კბილის პასტა, რომელიც ყველა ოჯახში უნდა იყოს, ახდენს მართლაც სასწაულებს. თუ ვინმე დაინტერესდებით აი ამ პროდუქციის შეძენით, შეგიძლიათ შემეხმიანოთ, თორე და ამ ვიდეოს თავზე დავდებ ლინკს, საიდანაც შეძლებთ შეძენას. თუ რამე შეკითხვები გაქვთ, მომწერეთ, შევეცდები ნებისმიერ შეკითხვაზე გიპასუხოთ, თორე და სოციალურ ქსელში და ChatGPT-ს ნებისმიერ ხელოვნურ ინტელექტს რო გკითხოთ, Forever-ის პროდუქციის შესახებ სრულფასოვან პასუხს გაგცემთ ისიც. თუ სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ თქვა თვითნებურად ვერ მიაწოდებთ აი ამ პროდუქტებს თქვენ შვილებს, შეგიძლიათ ჩვეულებრივად გაიაროთ კონსულტაცია ექიმებთან, მე მოგაწვდით ინფორმაციას, რაც შეგიძლიათ ექიმს მიაწოდოთ და თუ მაგალითად მე არ მიჯერებთ, მაინც გეშინიათ, მიცემა არა და საშიში არაფერი არა, იმიტომ რომ ეს ყველა პროდუქტი არის საკვები დანამატი, არანაირი ქიმიური დანამატები შით არ არის, როგორც ბოსტნეულს და ხილს ხედავთ, ისე თამამად შეგიძლიათ მიიღოთ ეს პროდუქცია, იმიტომ რომ გამოცდილია 47 წელია უკვე ბაზარზე არსებობს ეს პროდუქცია და 47 წლის მანძილზე ძალიან ბევრი მადლიერი ადამიანი ყავს აი ამ პროდუქციას. ძალიან ბევრმა ადამიანმა ჯერ ხო გამოისწერა ჯანმრთელობა. მერე მეორე გაიძლიერა იმუნიტეტი და არ მეგულება ადამიანი, რომელიც აი ამ პროდუქციით უკმაყოფილო არის. თუ კი ვინმე ახლა მისმე და ხარ პროდუქციით უკმაყოფილო, შეგიძლიათ თქვენი კომენტარი დაწეროთ. აქვე, მაგრამ მე პირადად ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, ვინც ღებულობს პროდუქციას და არის უკმაყოფილო. თუ გაწუხებთ სეზონური გრიპები, გეშინიათ რომ არ გაგირთულდეთ აი ეს სეზონური გრიპები. თუ გაწუხებთ სეზონური ალერგიები და გეშინიათ რომ არ გაგირთულდეთ ეს ალერგიები, შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ ალოეს წვენით თქვენი იმუნიტეტის გაძლიერება, თქვენი ორგანიზმის გაძლიერება და შემდეგ გადახვიდეთ ნელ-ნელა სხვა პროდუქტებზე. ყველაფერი ამ ბოლო დროს მამას მარტო მე არ საუბრობ, ამაზე საუბრობს უკვე ყველა, ექიმებიც კი უკვე საუბრობენ და სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი ინფორმაცია იწერება იმის შესახებ, რომ და ვრცელდება იმის შესახებ, რომ ყველაფრის საწყისი არის კუჭნაწლავი და თუ ჩვენი კუჭნაწლავის ფლორა არის მოგვარებული და კუჭნაწლავი მუშაობს გამართულად, არის ნაწლავის სუფთა, მას უკვე შეუძლია საკვები ნივთიერებების, ვიტამინების და მინერალების უკეთ ათვისება, ჩვენი ორგანიზმი ავტომატურად იწყებს გაძლიერებას და იმუნიტეტის გამომუშავებას, ასე რომ კუჭნაწლავი არის ჩვენი პირველი
კუჭნაწლავიდან იწყება ყველაფერი, ანუ კუჭნაწლავის მოწესრიგებით შეგიძლიათ დაიწყოთ იმუნიტეტის გაძლიერება. და აი ამ კუჭნაწლავის მოწესრიგებაში დაგეხმარება ალოეს წვენები და გარდა ამისა კომპანიას აქვს ძალიან ბევრი პროდუქტი, მაგრამ ეხლა არ დავკონკრეტდებით, არ დავიწყებ იმ პროდუქტებზე საუბარს, უბრალოდ ეხლა მინდოდა ეს ინფორმაცია მომეწოდებინა თქვენთვის, თუ რა სასწაული მოახდინა ჩემს შემთხვევაში ალოეს წვენმა, ნიორქონდანმა და კბილის პასტამ და პლუს ტუჩის ბალმა. განუჩის სურდო შემდეგ ცხვირის მიდამოები გაუწითდა და ერთი წასვლის მერე აულაგა ყველაფერი. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველაფერს და მშობლებო. ისარგებლეთ ამ ახალი წლის არ დადეგებით, შეიძინეთ აი ეს პროდუქცია ონლაინ მაღაზიაში, ნებისმიერ შეკითხვაზე, როგორც გითხარით, გიპასუხებთ, გზაზეც დაგაყენებთ, არ მოგევიდოთ, შემეხმიანეთ ნებისმიერ დროს, შეგიძლიათ დამირეკოთ ნომერზე კიდეც, ნომერსაც მივუთითებ ახლა ამ ვიდეოს თავზე და ჩემს გამოცდილებას, რაც მე ვიცი, ყველაფერს გაგიზიარებთ. მოკლედ, ჯანმრთელობას გისურვებთ და ბედნიერი დღის დასაწყისს.